13 ივნის კულტურის ცენტრ თბილისი არტ ჰოლში ქართული სიმღერის კონკურს ფესტივალი ქართული ხმა 2026 გაიმართა. კონკურსში 8-დან 25 წლამდე ასაკის მონაწილეებმა ქართული სიმღერები ცოცხლად შეასრულეს და საკუთარი შესაძლებლობები ჟიურის წინაშე წარადგინეს. კონკურსის მიზანია ქართული მუსიკის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებლების მხარდაჭერა. აღსანიშნავია ისიც, რომ გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო. უკვე მეორედ ჩატარდა ქართული ხმა 2026. ეს არის ქართული სიმღერის კონკურს ფესტივალი. ფანტასტიკურად გაართვეს ბავშვებმა თავი მოცემულ დავალებას. შესაბამისად ღელავდნენ, ნერვიულობდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი თანხლებია კონკურსების მოგეხსენებად. გამოვლინდა არაჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ადგილოსნები, გრან-პრი, 2 პირველი ადგილი, 2 მეორე ადგილი, 2 მესამე ადგილი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ თითოეული მათგანი ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს თავის ცხოვრებაში. მე მგონია, რომ ზოგადად ძალიან კარგი თაობა მოდის. ეს ამ კონკურსით არ დამტკიცებულა, მხოლოდ უამრავი პროექტი არსებობს, რაც გვაჯერებს ყოველდღიურად, რომ მომავალი თაობა არის კიდევ უფრო ძალიან მუსიკალური, კიდევ უფრო შეყვარებული და რაც ყველაზე მთავარია ქართულ მუსიკაზე და ქართულ სიმღერაზე. ნახეთ, ბევრი კარგი ბავშვი, ღირსეული გამოვარჩიეთ და გადავეცით გამარჯვებული სტატუსი, თუმცა ვფიქრობ, რომ ნამდვილად ეს უბრალოდ სიტყვები არ არის რა, როცა სიმღერას ეხება საქმე და როდესაც ამ სიმღერით სიამოვნებას იღებ, იქ დამარცხებული არ არსებობს. მე შევასრულე საქართველოს ჩემი გული, როცა პირველი ნოტი დავსვი და ჟიური შევხედე, რაღაც კარგი სახეები ქონდათ და უფრო მომეცა სტიმული, რომ კარგად მემღერა. წარმატებები ვუსურვოთ ყველა მონაწილეს, რა თქმა უნდა, და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მომდევნო თემით. სახეზე გაჩენილი ერთი პატარა გამონაყარიც კი ხშირად საკმარისი ხდება ხოლმე, რომ მოზარდმა თუ ზრდასრულმა თავდაჯერებულობა დაკარგოს. აკნე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემაა და ის მხოლოდ გარდატეხის ასაკს სამწუხაროდ არ უკავშირდება ხოლმე. დღეს გადაცემის უკვე ამ ნაწილს დავუთმობთ კანის ქრონიკულ ანთებით დაავადებას, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც ხიმოვანი ჯირკვალი ჭარბად გამოყოფს ხიმს და ფორები იკეტება. რა არის საკნე, რა ასაკიდან შეიძლება გამოვლინდეს, რატომ ახასიათებს ამ დაავადებას პერიოდული გამწვავება თუ გაუმჯობესება, რა როლი აქვს მკურნალობას და როგორ უნდა მოუვაროთ მას, რომ მდგომარეობა, რა თქმა უნდა, არ გავაუარესოთ. ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე სპეციალისტებთან ერთად